ყოფილი მეორე საარმიო კორპუსის 24 ბრიგადაში შემავალი შენაერთების მეთაურები და მოადგილეები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ. ჯანდრი უბირიამ შეკრებილ საზოგადოებას დეტალურად გააცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრატეგიული გეგმები და ამოცანები. განიხილეს ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახურის სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. შეხვედრაზე აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა ვეტერანებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხზე ისაუბრა. 24 ბრიგადის მეთაურები შევიკრიბეთ ბატონ ჯანი უბირიასთან ვილაპარაკეთ, რაც ეკუთვნით მათ სოციალურად და სახმარებლად სამედიცინო დახმარებები, რაც არ იცოდნენ, გაერკვნენ და კარგი იყო ეს შეხვედრა, რომ მეომრებმა გაიგენ მათი უფლებები და რა ეკუთვნით კანონიერად. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საჭიროებათა საქმეებზე. ეს ინიციატივა წამოვიდა 24 ბრიგადის ყოფილი შენაერთების ხელმძღვანელებიდან. აქ ესწრებოდა ბრიგადის მეთაურის მოადგილეები, ბატალიონის მეთაურის მოადგილეები, აინტერესებდათ თუ რა საქმიანობას ახორციელებს ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვინაიდან მეც მათი თანამებრძოლი ვარ, მეც 24 ბრიგადიდან ვარ. და მივაწოდეთ ინფორმაცია მთელი მიმართულებების შესახებ, რას სახელმწიფო სამსახური აკეთებს ვეტერანების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ.